ამას გაგიკეთებ. აი, ვაი, რაღაცა ვერ გავაკეთეთ. აი, ესეთი ლამაზი რესპონდენტი ყავს. დღევანდელი ჩემი ვლოგის სტუმარია მხატვრული ტანმოვარჯიშე, პილატესის და ბოდი ბალეტის ინსტრუქტორი და უბრალოდ ძალიან ლამაზი გოგო ელენე ლომთაძე. ძალიან დიდი მადლობა ესეთი წარდგენისთვის. ელენე, მოკლედ დღევანდელ ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნა შოპინგ რუმსმა, აბა როგორ მოგწონს? ჩვენივრად გამოიყურები რუსკა. ძალიან დიდი მადლობა და მაშინ დავიწყოთ უკვე ჩვენი ინტერვიუ. კი ბატონო. შენ რისი თქმა გინდა საზოგადოებისთვის ან რაიმე ისეთი საინტერესო სტორი თუ გაქვს მოსაყოლი? მოვყვები რა თქმა უნდა ჩემს სპორტულ კარიერაზე ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გაწყდა. სპორტი იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ბავშვობიდან ჩემი ყოველდღიურობა, ვიღვიძებდი, ვიძინებდი მასთან ერთად და განსაკუთრებით მძიმე იყო ეს ყველაფერი, როცა ევროპის ჩემპიონატამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ვიგებ, რომ წარმოუდგენელია ამ ტრავმასთან ერთად შეჯიბრზე გამოსვლა და გაგრძელება ამ სპორტული მიზნების. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ეს ყველაფერი გარდატეხის ასაკში. ხვდები რომ სადღაც შერდება ცხოვრება, ვერაფერს ვეღარ აგრძელებ, მაგრამ დგება აუცილებლად ის მომენტი, როდესაც გამოიღვიძებ და ხვდები რომ რაღაც უნდა გააკეთო, უნდა გააგრძელო ცხოვრება. დღესდღეობით ის რომ მე ვარ პილატესის ინსტრუქტორი, სწორედ იმ დიდი დანაკლისის გამოვლინება, რომ მინდა რომ სხვებს დავეხმარო სწორ ვარჯიშში, მივაწოდო ის სწორი ემოციები, გრძნობები, რაც მოდის ვარჯიშიდან გამომდინარე, გავაბედნიერო სხვები და ამ ყველაფერთან ერთად ის დანაკლისი შევისო, რაც თავის დროზე სპორტიდან ჩამოშორების გამო მქონდა. ელენე, და აი როდის მიხვდი მაგალითად, რომ აი თუნდაც ცხოვრება უნდა დაგეწყო თავიდან? რეაბილიტაციის დასრულების დღესთან ერთად მივხვდი, რომ ამ ტრავმასთან ერთად ცხოვრებას აღარ ვაპირებდი და რაღაც უნდა გამეკეთებინა, ამიტომ გავაგრძელე ცეკვის მიმართულებით ჩემი მოგზაურობა, ჩემს სამყაროში და მივხვდი, რომ ბევრად უფრო კარგი რაღაცებიც ხდება, ვიდრე საკუთარ თავთან ჩაკეტვა და იმაზე ფიქრი, რომ როგორ დავასრულე სპორტული მიზნები და ყველაფერი. რუსკა ამით იმის თქვა მინდა, რომ ფიქრობ პატარა პრობლემებს, თუნდაც ეს დიდი იყოს, არ უნდა მივცოთ იმის საშუალება, რომ დისკომფორტი შეგვიქმნას და როცა გგონია, რომ რაღაც დასრულა, შეიძლება სწორედ ის მეორე დღე იყოს, ყველაფერი კარგის დასაწყისი და ამით კარგი იყო, არავშავს, ვაგრძელებთ. ეს კარგი. ვაგრძელებთ. შეიძლება პირიქით ეს გახდეს ის წინაპირობა, რომ მეორე დღეს გავუღვიძოთ ბევრად უფრო ძლიერებმა, ბევრად უფრო მოტივირებულებმა და ბევრად უფრო კარგმა ადამიანებმა, ამიტომ არც ტრავმამ და არც ემოციურმა ფონმა არ უნდა შეგვიქმნას დისკომფორტი, როცა საკუთარი მიზნები, ესე ძალიან გვიყვარს. შენი სტორი ფაქტიურად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი მაყურებლისთვის არის ანუ ყველასთვის მოტივაციის მიმცემი. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის და საინტერესო ამბისთვის. მადლობა რომ მომეცით საშუალება ეს ყველაფერი მომეყოლა. და ახლა ტრადიციული ფოტო მოიწიე. ზურა, 30 წამია ზურა არ გვიხსენებია. საიდა აქეთ იქით ზურა როგორ? აჰა. ზურას უხარია დღეს შენ ხარ ბოლო რესპონდენტი გაიგე და ამიტომ უკვე იღიმის. 2 3 აი